სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. სახეზე გვეტყობა ყველას განსაკუთრებული არა მიწიერი სიხარული. როდესაც ქრისტიანი შემოდის ტაძარში და ესწრება წირვას, ის შედის უფლის დროში. რას ნიშნავს უფლის დრო? გაიხსენეთ ფერისვალება თაბორის მთა. როდესაც პეტრე, იაკობი და იოანე ევედრებიან ქრისტეს, რომ აქ გავაკეთოთ სამი ტალავარი, სამი კარავი და აქ დავრჩეთ. რატო? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი იმყოფება უფლის დროში, მას წარსული და მომავალი აღარ აწუხებს. ის არის აწმყოში უფალთან და აღარ უნდა რომ აქედან წავიდეს სადმე და ისევ იმ ძველ პრობლემებში ჩაიფლოს. და ხშირად იყავით ჩემო ძვირფასებო უფლის დროში. შეიძლება სახში იყო, მაგრამ უფლის დროში იყო. შეიძლება სამსახურში იყო, მაგრამ უფლის დროში იყო. შეიძლება განსაცდელში იყო, მაშინ კი განსაკუთრებულად უფალთან ახარ და უფლის დროში ხარ. ერთ დიდ სასტუმროში, სასტუმრო მოგეხსენებათ ამ სამყაროს სიმბოლოა. ორი დიდი კონფერენცია ტარდება. ერთგან ატარებს ეშმაკი კონფერენციას, მეორეგან უფალი. ერთგან კარებზე აწერია, რომ სწრაფი წარმატება უმოკლეს ხანში. მეორეგან აწერია, საკმაოდ მძიმე განსაცდელებით მიიღწევა წარმატება. ერთგან სავსეა, გადაჭედილია, ასწავლიან, როგორ მალე უნდა გამდიდრდე, როგორ უნდა მოიპოვო წარმატება ბიზნესში, როგორ იყო ბედნიერი, წარმატებული სპორტსმენი, მომღერალი, ბიზნესმენი. მეორეგან მარტო უფალიზის და არავინ არ არის. მიხვდით? 64. ღმერთი ეუბნება ადამიანს, რომ ჯერ არ ჭამო ეს ნაყოფი, არა. ეშმაკი ეუბნება, მოგატყუა, უნდა ჭამო, რომ შენც ვითარცა ღმერთი გახდები. ადამიანი სულ სწრაფია, ჩქარა უნდა, მალე ყველაფერი. ღმერთი გეუბნება, რომ ჩემსკენ მომავალი გზა, როგორ ფიქრობთ? რომელი გზა მიდის ღმერთთან? ერთადერთი გზა არის, ჩემო ძვირფასებო, ეს არის სინანულის გზა. თუ ჩვენ გვინდა რომ უფალთან მივიდეთ, უნდა ჯერ ნათლისმცემელს მოусმინოთ და მერე ისე უნდა მივიდეთ უფალთან. რას გადაგებს ნათლისმცემელი? შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. რას ამბობს ქრისტე? შეინანეთ და ირწმუნეთ სახარება. აი ეს არის ერთადერთი გზა, რომელი გზითაც ადამიანი მიდის უფალთან. დღევანდელ დღეს უпростоრედ გუშინ ესეთი ტრადიცია არსებობს რუსეთის ეკლესიაში და ჩვენთანაც შემოვიდა. ამ დროს ყინვაში, ზღვაში ჩადიან, მდინარეში ჩადიან და განბანვას აკეთებენ, მოძღვარი და მრევლი. მაგრამ ზოგს გონია, რომ ეს არის ცოდვების პატიება. არა, ეს არის განბანვა. ცოდვების პატიება ხდება, როდესაც შენ მთელი სულით და გულით, აი განსაკუთრებით დღევანდელ დღეს რო დაფიქრდები, შობას რო ვიყავი და რამდენი ხალხი იყო. წინა კვირას რატო არ ვიყავი? წინა კვირას რატო არ ვიყავი? იცით, ცოტა ხალხი იყო წინა კვირას აქ. რატო იყო ცოტა ხალხი, მიხვდით? და ეხლა რატოა ბევრი ხალხი და მომავალ კვირას რატო იქნება ცოტა ხალხი, მიხვდით? ასე აღარ უნდა იყოს, ჩემო ძვირფასებო. ეს არის თავის მოტყუება. ყოველ კვირა წყალს ხო არ ვაკურთხებ, რომ ბევრი ხალხი მოვიდეს, არა? ან ყოველ კვირა ბზის კურთხევა ხო არ იქნება, რომ წავიღოთ სახში და მაგიტო მოვიდეთ. ჩვენ უხილავს ვეთაყვანებით. ჩვენ უხილავთან მივდივართ ცრემლებით, მივდივართ სინანულით, მივდივართ თავდაბლობით. როდესაც ყველაზე დიდი დღესასწაულია, სამი რამე გახსოვდეთ. ძალიან მარტივია. პირველი საავადმყოფო და გაუფრთხილეთ თქვენ ჯანმრთელობას. გაიხსენეთ, რამდენი ადამიანია ეხლა საავადმყოფოში სარეცელს მიჯაჭვული და აქ უნდოდა რომ ყოფილიყო. აუცილებლად თუ შეგიძლიათ, მიდით დღეს ვინმესთან და ეს ნაკურთხი წყალი მიუტანეთ და ასხურეთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. სახში რომ მიხვალთ, აუცილებლად თქვენს ზღურბლზე, თქვენს ოთახებში, ყველგან საძინებელში, სამზარეულოში, ყველგან ასხურეთ აი ესეთ სამი თითით გამოსახეთ ჯვარი და თქვით რომ განიდევნები სახლის ამისაგან. ყოველგვარი მზაკვარი, ზაკული და საეშმაკო მოქმედება. მე მგონი არ არის ძნელი, ხო? ეს აუცილებლად გააკეთეთ. მეორე გახსოვდეთ საპრობილე.
და თავისუფლების ფასს კარგად გაიაზრებ და თქვი რომ ღმერთო დღეს ვინც საპყრობილეშია ყველა მოიხსენიე და ვისაც სინანული გააჩნია თავისი ცოდვების გამოიყვანე თავის ოჯახში რო იყოს და არაფერი აღარ დააშავოს. მესამე სასაფლაო გახსოვდეთ ჩემო ძვირფასებო მარტო აღდგომას კი არ უნდა გახვიდეთ რა ჩვენი შვილები ჩვენი შვილიშვილები ჩვენი მშობლები ჩვენი პაპა-ბებიები წვენან განისვენებენ იქ აუცილებლად ჩვენ გვეზარება ხანდახან ისიც წელიწადში ერთხელ გავდივართ რომ აღდგომას რო ხალხი გამოვარ ასეთ ყვიან საფლავი მოუწესრიგებელი აქვსო დღესასწაულებზე მაინც აუცილებლად გადით ხოლმე საფლავებზე რა მნიშვნელობა აქვს იქ ახალგაზრდა განისვენებს ძველგაზრდა განისვენებს თუ ვინ განისვენებს ის ხო შენი ახლობელია იცით ვინ განისვენებს ჩვენი სიკვდილის მაცნე განისვენებს იქ საფლავთან რომ მიდიხარ სახელი და გვარი კი არ უნდა წაიკითხო უნდა მიხვდე რომ აი შენს იგივე გელოდება და შენს როცა იქნება ჯვარი გწერიათ ყველას 100 წლის მერე შენს იქ განისვენებ ხო და იქ განისვენებს ის ადამიანი ვინ შენი ნაცნობი იყო არ იყო ნაცნობი რა მნიშვნელობა აქვს როცა ყველაზე ძალიან გიხარია აი მაშინ გახსოვდეს საპყრობილე მაშინ გახსოვდეს საავადმყოფო მაშინ გახსოვდეს ზუსტად სასაფლაო და აუცილებლად ცრემლები გადმოგცივა თვალზე წაიკითხეთ სახარება ებრაელები უკრძალავენ წმინდა წერილის კითხვას სასაფლაოზე ჩვენ პირიქით სასაფლაოზე წაიკითხეთ წმინდა წერილი და ზუსტად იმას გეტყვით უფალი რაც ყველაზე ძალიან გჭირდებათ დღევანდელი დღე შემოიფარგლება თანამედროვე ადამიანებისთვის მხოლოდ იმით რომ უნდა ნათლიამ დაგირეკოს ან შენ დაურეკო ნათლულს და ნაკურთხი წყლის წაღება ეს ძალიან კარგია მე რომ ცუდი ნათლია ვარ დღეს ორი ნათლული მოვიდა ანდრია და დავითი უამრავი ნათლული მყავს მაგრამ მე ვარ ზარმაცი ეთყობა და ვერ მივაწვდინე ხმა და ვერ მივულოცე მაგრამ მე თუ კარგად ვილოცებ ჩემი ნათლულები აუცილებლად გახდებიან ქრისტიანები აუცილებლად მოვლენ ეკლესიაში და თუ არ მოვლენ მე ამაზე აუცილებლად მომკითხავს ღმერთი პასუხს და ღმერთმა რომ პასუხი არ მოგთხოვოს მე სპეციალურად თქვენთვის ამოვწერე 6 არაწმინდა სულის შესახებ სწავლება რომელიც განეშორება ადამიანისგან ნათლისღების დროს სამწუხაროდ ჩვენთან ნათლისღება ტარდება ხოლმე ძალიან ესე სიმბოლურად და მაგიურად უდელი ძალიან ჩქარა ლაპარაკობს არ გესმის არაფერი და ვერ იგებ ის რომ იბრუნდები დასავლეთით ვის ანერწყვებ რატო ანერწყვებ რატო იცინი ამ დროს საერთოდ რატო ჩამოკიდეს ჯვარი რატო გიჭირავს სანთელი გიჭირავს იმიტომ რომ ფოტიზმა მოხდა ნათლისღება არის ფოტიზმა და ბაპტიზო არის წყალში შთაფლვა და ყურყუმალება აი ამ დროს რომ ამოგიყვანეს ემბაზიდან მოგცა უდელმა სანთელი რათა შენ სამ სანთელივით ანათებდე და უნათებდე სხვა ადამიანებს ცხოვრებას და მოგცა ჯვარი როგორც იარაღი ბოროტებასთან საბრძოლველი მაგრამ უყურეთ ახლა აღარ გადავიცი რომ დაღლილები ხართ უყურეთ რა საინტერესოა სანამ ზეთის ცხება მოხდება სანამ წყალში შთაფლავენ და გადმოგეცემა ჯვარი მანამდე ღვდელი მოდის და გულთან იკითხავს განეშორების ამისაგან ყოველგვარი მზაკვარი ზაკული და საეშმაკო მოქმედება უყურეთ სული მაცთურებისა სული უკეთურებისა სული კეფცახურებისა სული ანგარებისა სული ტყუილისა და ყოვლისა არაწმინდებისა ეს 6 სული განსაკუთრებით განეშორება ნათელღებული ადამიანისგან მაგრამ როგორც კი ამ ბავშვს ან მოზარდს ნათლისღების შემდეგ აღარ აზიარებ აღარ წაუკითხავ სახარებას და აღარ წაიკითხავ სახარებას და ეკლესიას მოაშორებ ეს 6 სული ბრუნდება უკან და თავიზე უფრო უარესი სულები მოყავს კიდევ რომ ტყვეობაში გამყოფოს თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა აქედან რომ თქვენ გახვიდეთ ან აქავე ტაძარში რომ ვინმე შეგანერწყოთ რა დღეში ჩავარდებით ხო რა დღეში ჩავარდებით და ის ბოროტის სული პატიება რო არ შეუძლია თუ შენ პატიება არ შეგიძლია ბოროტის სულისგან ხარ აი მახსოვრეთ კარგად არ შემიძლია პატიება მე იმას ვერ ვაპატიებ ეშმაკს არ შეუძლია პატიება იმიტომ რომ ძალიან მრისხანია ძალიან ბოროტია და ძალიან ამაყია
და თუ არ გინდათ რომ ეშმაკის სულისანი ვიყოთ, აპატიეთ ყველას, ეკუთნის, არ ეკუთნის, ნანობს, არ ნანობს, αλλά მე არ გეუბნებით რომ მიდით და დაუჩოქეთ, არა, გულში აპატიეთ, თქვი რომ კარგად იყოს ეს ადამიანი, დალოცოს ღმერთმა, ჩემზე კარგად იყოს, ჩემზე სულიერი იყოს, ჩემზე მეტი ბარაკა და წყალობა მისცეს ღმერთმა, მაგრამ თუ ვერ პატიობ, შენ ახარ ცუდად შენ ახარ, შენ დაგყავს ის გულით, დაგყავს და გტანჯავს მისი ხსენება, შეიძლება არ ახსენებ, მაგრამ სიზმარში მაინც მოგელანდება, როცა ყველაზე კარგ ხასიათზე ხარ, მაშინ მოგელანდება. აი ამიტომ მოდელი გვიბერავს გულზე, იმიტომ რომ გულშია დაბუდებული და თუ გულშია დაბუდებული იქ ეშმაკი, მაშინ ღმერთი როგორ შემოვა? დაუკვირდით კარგად იმ კარებთან, რომელ კარებთანაც დგას იესო ქრისტე, სახელური არ აქვს. რამხელა თავისუფლება მოგანეჭა, რომ ღმერთს ხომ შეუძლია რომ გააღოს და არა, შენ შიგნიდან იღება ეს კარები. შიგნიდან იღება ეს კარები, შენ უნდა გამოაყო, გამოიპინტრიშო იქიდან ეს არაწმინდა 6 სული და უთხრა უფალო მობძანდი. მობძანდი ჩემთან და აღარ დამტოვო არასოდეს, დავიტანჯე, დავიღალე, სიყვარულით ვერ მოვედი შენთან, სათნოებით ვერ მოვედი შენთან, მოწყალებით ვერ მოვედი შენთან, სრემლებით მოვედი, სინანულით მოვედი, გარდამეცვალა ახლობელი ადამიანი, გარდამეცვალა ის, გარდამეცვალა ეს და აი როგორც იქნა მოვბობღდი შენთან. ძალიან ცოტათი შევეხები დღევანდელ სიტუაციას და მიხვდებით. ეგვიპტე, ებრაელიერი არის მონობაში, კარგად დაუკვირდით რა. ერთმანეთს ეჩხუბებიან ხალხო, ეგვიპტეში ებრაელები არიან მონობაში და ჭამენ ერთმანეთს. გეცნობათ ხო? მოსე, რომელიც გამოგზავნილია კურთხეული ადამიანი, ეუბნება რომ რასაკეთებთო კაცო? ერთმანეთსო რატო აყენებთო შეურაცხყოფასო? პასუხი იმათი ჩვენს მიმართ. ვინ დაგადგინა ჩვენს უფროსათო შენ? გესმით? ოდესაც სასულიერო პირი ამბობს რომ უჩხუბობთ, ნუ გადაყვებით ქოცები და ნაცები ერთმანეთს და ქვეყანას ნუ გადაიყოლებთ რა ბოლო-ბოლო. ვინ დაგადგინა, ვინ გეკითხება? შენ ტადი ეკლესიას მიხედე რა. და რა მოხდა მერე? იცით რაც მოხდა? ეს არის გამოსვლათა მეორე თავი და მესამე თავში იმდენი განსაცდელი მოულინა ღმერთმა ეგვიპტეს, ფარაონს და ებრაელებს, სანამ არ შეღაღადეს ღმერთს, მანამდე არ გამოუშვა ფარაონმა, ანუ ეშმაკმა და მანამდე ვერ გამოიყვანა მოსემ. გამოიყვანა მეწამულ ზღვაში, ეს არის ნათლისღების სიმბოლო, გამოეკიდა ფარაონი ეტლებითურთ და ფარაონი ეშმაკი თავის სუპოსტასებით მეწამულ ზღვაში შთაინთქნენ და გამოვიდა ებრაელები მონობიდან. აი ჩვენ ასე საქართველოს სანამ არ გამოვალთ და სანამ დღევანდელი დღე მარტო წყლის კურთხევა იქნება და ნათლის და ნათლულების მოკითხვა, მანამდე არაფერი არ გვეშველება. სანამ არ ვეტყვით პატრიარქს, რომ პატრიარქო შეღაღადე, შერიგება გვინდა, ორივეს გვიყვარს ქვეყანა, ორივეს გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად და ერთმანეთს აღარ ვეჩხუბებით. ილოცე ჩვენთვის პატრიარქო, ილოცე მოძღვარო, ილოცე ეპისკოპოსო, ერთად ვილოცოთ, არა, ის ნაცია, ის ქოცია, ის საზეღარი, ეს სექტაა, ეს ესეთია, ის ესეთია და ვიხჩობით ბოღმით და ბოროტებით. დღევანდელმა ნაკურთხმა წყალმა განბანოს ჩვენი ცოდვები, ჩვენი სნეულებები, ჩვენი სისუსტეები, ჩვენი ბოღმა, შური და ყველა სნეულება, რაც ასე გვახჩობს ქართველებს და ასე წრეზე ვტრიალებთ უკვე წლების განმავლობაში. სხვა გამოსავალი არ არსებობს, სანამ მოსეს არ მოусმენენ, მანამდე არ გვეშველება არაფერი და სანამ ძალიან კარგი სიტყვა თანამედროვეთ არ ვიცი როგორ არის, შეღაღადება. ლოცვა კიდე სხვა რამე ღაღადისი არის რომ გრძელდება, ტირი ხარ, დაჩოქილი ხარ, ცრემლები მოგდის. სელფებს კი არ იღებ რომ აი ეგ მივედი და ვიამბო, არა, არ გაინტერესებს არავინ, მარტო სადღაცას დგეხარ და თავჩაღუნული ევედრები ღმერთს რომ თუ ჩემი ბრალია იონასავით ილოცები, თუ ჩემი ბრალია ღმერთო რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაშია, მე გადამაგდეთ გემიდან რომ დაწყნარდეს ეს ქარიშხალი და აღარ იყოს ამდენი უბედურება და ამდენი საცოდავი ადამიანი. როგორ ფიქრობთ ახლა რა ვინმეს ჩვენზე პატრიარქზე ძალიან ვინმე საქართველოს უყვარს ან ეპისკოპოსებზე ან მამებზე მეტად უყვარს საქართველოს?
გავავიდე და ეხლა ეს საყვირი დავიჭირო და ეს თავი შევიღებო და ევროკავშირის დროსაც დავიჭირო, მაშინ ვიქნები მაგარი მოძღვარი? მაშინ, როცა საერო კალენდრით მოგილოცავთ ახალ წელს და კუბოს დავწვავ და კვერცხებს ვევსვრი ეკლესიას, მაშინ ვიქნები კარგი მოძღვარი? ეს არის გადარჩენის გზა, ასეთი ევროპა გვინდა? ევროპა კი არა, სასუფეველი ცათა გვინდა და სიმართლე მისი და სიმართლე რა არის? აი დღეს რომ ქრისტე რომ მოდის, არ გაგიკვირდათ? ქრისტე მოდის ნათლისმცემელთან და აჩერებს ნათლისმცემელი და ეუბნება რომ შენგან უნდა მივიღო ნათელი. არა, ეხლა 100-ია საჭირო აღსრულდეს ყოველი სიმართლე. რა სიმართლეზეა ლაპარაკი? ჩვენ რო გადავრჩეთ, ჩვენ რო გვეშველოს, მაგიტომ დაიმდაბლა თავი იესო ქრისტემ ნათელი იყო და პირიქით მოხდა, იოანე მიიღო ნათელი. თელმა ძველი აღთქმის მართლებმა იღეს ნათელი, წრედი გარდამოვიდა და წმინდა სამება განცხადდა. ამაზე დიდი გამოცხადება თეოფანია არ არსებობს და არც იქნება არასოდეს. რა საოცარია თუ დაკვირვებულები ხართ, რომ დღეს ნათლისღება დაემთხვა კვირას, ანუ აღდგომას. დღეს მჩობლის სიხარულია აღდგომის და ნათლისღების. თუ არ იქნება ნათლისღება, არ იქნება აღდგომა და თუ აღდგომა არ იქნება, რა თმინდა ნათლისღება? რისთვის დავიბადეთ თუ არ ვცხონდებით? რისთვის გაგვაჩინა ღმერთმა თუ ჩვენ ღმერთი არ გვეყარება? თუ ღმერთთან არ მივართ სინანულის გზით? ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა თქვენი გულები და სულები აღავსოთ და აი ამ ნაკურთხმა წყალმა წაიღოს განბანოს ჩვენგან ყოველგვარი მზაკვარი, ზაკული და საეშმაკო მოქმედება. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ გახარებულები და ბედნიერები. ჩვენთან არის ღმერთი.